საგამშვიდობისა გმადლობთ რომ გვიყურებთ. საქართველოს მთავრობამ დღეს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები დაამტკიცა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მომზადებული დოკუმენტის თანახმად რეფორმების მთავარი მიზანია საზოგადოებრივი თვითმმართველობის ფორმირება თითოეულ დასახლებაში, მუნიციპალური თვითმმართველობის ტერიტორიული ოპტიმიზაცია და გაძლიერება, სამხარეო ხელისუფლებაში თვითმმართველობის ელემენტების დამკვირვება, სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმების შექმნა, რეფორმირების პროცესის სამართლებრივი ტექნიკური და რესურსული უზრუნველყოფა. დეტალებით მატრიცაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგი შერგელაშვილი. სამშვიდობის ბატონ თენგის დიდი მადლობა მოსვლისთვის. ადგილობრივ თვითმმართველობაზე საუბარი მიდის მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა. პრინციპში, მაგრამ ეს არის რაღაც ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, სადაც საუბარი არის თვითმმართველობის ფორმირება თითოეულ დასახლებაში. ანუ ჩვენ გვაქვს თითქოს და არსებობს რაღაც გარკვეული რწმუნებულის ინსტიტუტი, არსებობს გამგეობების ინსტიტუტი თემების დონეზე, მაგრამ თითოეულ დასახლებაში საუბარი, ანუ არჩევითობა ყველა დონეზე, ასეთი ღია მესიჯი ჯერჯერობით მე მგონი არ ყოფილა. ცოტა მეტი რომ მოგვიყვეთ ამ რეფორმის შინაარსზე. დიახ, მართლაც მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს შენობა ამ საკითხზე, ბევრი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებულა, მაგრამ რეალურად თვითმმართველობა არ განვითარდა და დეცენტრალიზაციის ნაცვლად ხშირ შემთხვევაში მივიღეთ ცენტრალიზაცია და პრინციპში არსებითად პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა თუ რომელიმე სფეროში დარჩა, ალბათ ყველაზე მეტად დარჩენილი აქვს, როდესაც ყველაფერი არის ვერტიკალზე დამოკიდებული. თავად ეს სტრატეგია მოიცავს რამდენიმე ძირითადად მნიშვნელოვან ასპექტს, რაც გულისხმობს იმას, რომ უშუალოდ დასახლეებში, უშუალო დემოკრატიის ფორმა არის სოფლის კრებები და შესაბამისად საზოგადოებრივი თვითმმართველობის ფორმით ჩამოყალიბება თითოეულ სოფელში. შემდგომ უკვე არის მნიშვნელოვანი რგოლი მუნიციპალური თვითმმართველობა, როგორც უკვე საჯარო ხელისუფლების ფორმა ამ შემთხვევაში, სადაც მოხდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის და სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია, რათა მაქსიმალურად სიახლოვე იყოს უზრუნველყოფილი ამორჩეულთან ამ რგოლისა, შესაბამისი ფინანსური და ფუნქციური დანიშნულების მიცემა მუნიციპალიტეტისთვის, რადგან მოქალაქეებმა იმ საკითხების დიდი ნაწილი, რომელთან დაკავშირებითაც მათ ჭირდება საჯარო ხელისუფლება უპირველეს ყოვლისა, მათ ჰქონდათ ურთიერთობა მათ მიერ არჩეულ ხელისუფლებას მუნიციპალურ ხელისუფლებას. უფრო მარტივად რო ვისაუბროთ, ექნება თუ არა თქვა ყველა ქალაქის მაცხოვრებელს საშუალება აირჩიოს თავისი ქალაქის მერი. ყველა ქალაქის საშუალებას ექნება ყველა ქალაქს, რომელიც ჩვენ ახლა მუშაობთ დეტალურად იმაზე თუ როგორი იქნება საბოლოო სურათი მუნიციპალიტეტებისა და ქალაქებისა, თვითმმართველი ქალაქებისა, მას ექნება ეყოლება როგორც წარმომადგენლობითი ორგანო ამსაკრებულო, ასევე მერი და მუნიციპალიტეტებში გამგებელი. ანუ არჩევით დიახ, რასაკროლია, როგორც წარმომადგენლობითი, ასევე აღმასრულებელი რგოლი იქნება არჩევით. გარდა ამისა, ერთ-ერთი საკვანძო სიახლე არის ის, რომ სამხარეო დონეზე ყალიბდება ხელისუფლება. დღეს მხარეს არანაირი იურიდიული სტატუსი არ აქვს. საერთოდ არის თუ არა განსაზღვრული მხარის დეფინიცია თუ არსებობს? არ არსებობს. თქვენ რომ ნახოთ მაგალითად პრეზიდენტის ბრძანებულება, როცა ეს ნიშნავს ეგრეთ წოდებულ გუბერნატორებს, ის ნიშნავს ადმინისტრატორული ერთეულების ერთობლიობაში, მაგალითად გურიაში ინიშნება ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაულის ტერიტორიული ერთეულების ერთობლიობაში. ანუ მხარე დღეს იურიდიული სტატუსი. აქ არის იურიდიული სტატუსის თემა, აქ არის თემა, რომელიც შეეხება წარმომადგენლობით რგოლს, ანუ სამხარეო საბჭოს ბიუჯეტს, რაც მნიშვნელოვანია სამხარეო ბიუჯეტს და იმ საკუთარ ფუნქციებს, რომელსაც ის ყველა მხარეს ეყოლება თავისი წარმომადგენლობითი ორგანო. დიახ. ანუ თქვა თუ ამერიკულ მოდელს ავიღებთ, როგორც ყველა შტატს აქვს ყავს თავისი პატარა კონგრესი და ახლობით ესეთი ვარიანტი. მე ამას არ დავაკავშირებ, ამერიკა ეს ფედერაცია და იქ პრინციპში შტატები გაცილებით დიდი პოლიტიკური და სხვა ტიპის უფლებამოსილების სარგებლობენ. ეს არის თვითმმართველობის ორი დონე, რომელიც მოიცავს მუნიციპალურ თვითმმართველობას და სამხარეო დონეზე თვითმმართველობის მნიშვნელოვანი ელემენტების შეტანას ამ ეტაპზე და რასაკროლია შემდგომ ეტაპზე უფრო და უფრო მეტად მოხდება დეცენტრალიზაცია როგორც მუნიციპალურ დონეზე, ასევე რადონის დამოუკიდებლობას მიიღებენ მხარეები, რაზე არის აქ საუბარი? ვისი გადაწყვეტა შეიძლება მხარის ცენტრალური ხელისუფლებისგან? მოდით ვთქვათ ასე. ჩვენი მოდელით არსებითი საკითხები, რომელიც ადამიანს ყოფით გარემოს და ინფრასტრუქტურულ გარემოს შეეხება, უპირველეს ყოვლისა გადის მუნიციპალურ რგოლზე. მაგრამ არსებობს ისეთი საკითხები, რომელიც თავისი შინაარსით არანაირი აუცილებლობა არ არის წყდებოდეს სახელმწიფო დონეზე, მაგრამ მუნიციპალიტეტის ზომები ამისთვის არ არის საკმარისი. აი მაგალითის სახით შემიძლია თქვა, მაგალითად მყარი ნარჩენები და ეს დასუფთავებას როცა ამ არნარჩენების გატარლის საკითხები სავარაუდოდ იქნება უფრო მეტად მუნიციპალიტეტის
მუნიციპალიტეტის ფუნქცია, მაგრამ საუბარია უტილიზაციაზე, გადაბუშებაზე და ამ ასეთი საკითხები შეიძლება იყოს სამხარეო დონეზე. ასევე გზები არსებობს შიდა მუნიციპალური მნიშვნელობის გზები და ისეთი გზები, რომელიც არ არის საერთაშორისო განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის, მაგრამ ინტერმუნიციპალურია, ასე ვთქვათ, თავის შინაარსით და იქნება მხარი. ასევე ჯანდაცვის ობიექტები, ვთქვათ, ამბულატორიული სერვისების საკითხები უფრო მეტად მუნიციპალიტეტზე, სხვა საკითხები რეგიონულ დონეზე და ასე შემდეგ. ყველაზე მთავარი არის მაინც, რა თქმა უნდა, ფინანსები. ხო, ყველაფერზე ჩვენ ვსაუბრობთ, საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის ფინანსებამდე, ბიუჯეტის გამიჯვნა. რამდენად ექნება, ვთქვათ, მხარეს თუ მუნიციპალიტეტს საშუალება საკუთარი ბიუჯეტი შეადგინოს და რა ტიპის ბიუჯეტი იქნება ეს, რა გადასახადები დარჩება, ვთქვათ, ადგილობრივად. ის და მე არ შევესწრებოდი ხა ამ დეტალებზე ვისაუბრო, საბოლოო ჯამში ერთი საერთო საჯარო ფინანსებია, შესაბამისად როგორ არის ქვეყანა დეცენტრალიზებული, გამოიხატება იმაში ეს საჯარო ფინანსები როგორ ნაწილდება ხელისუფლების სხვადასხვა დონეებს შორის. შესაბამისად გაცილებით მეტი სახსრები უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტს ვიდრე ეხლა აქვს სხვადასხვა გადასახადების სახით. ეს უკვე კონკრეტული დეტალი, რაზეც ჩვენ უკვე კანონპროექტს წარმოვადგენთ, მაშინ ვისაუბრებთ. სამხარეო დონესაც უნდა იქონოს საკუთარი შემოსავლები და უნდა იყოს თავარია იმის პროპორციული რა უფლებამოსილების გადაეცემა. ესე არ გამოვა, რომ მაგალითად უფლებამოსილები გადავცეთ მხარეს და მუნიციპალიტეტს და ფული არ გადავცეთ. ან მეორე მხრივ უფლებამოსილები არ გადავცეთ და ფული გადავცეთ და ცენტრალურ ხელისუფლებაში შეექმნა პრობლემა. ეს არის გარკვეული ბალანსი, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბალანსი, რომელიც ფინანსებში არსებობს და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ეტაპობრივი, ისე არ გამოვა, რომ თქვათ ერთბაშად ყველაფერი გადაეცეს. თავარია შეიქმნას ჩარჩოები, ამ წლის განმავლობაში რაც ვერ მოხერხდა. ვერ შეიქმნა საერთო ჩარჩოები, რომელიც საშუალებას მოგცემდა, რომ დავიწყოთ პროცესი, როდესაც თანდათანობით უფრო და უფრო მეტ საკითხებზე გადავა პასუხისმგებლობები ადგილობრივ დონეზე. დეცენტრალიზაცია ეს არის მხოლოდ უფლებების გადაცემა. ეს არის პასუხისმგებლობის გადაცემა, რასთავარი პასუხისმგებლობა ამორჩეველთ. დღეს ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელი, სახელმწიფო ხელისუფლების დაბლა, თავარი მისი ამოცანა ხშირად არის ხოლმე რამდენად მოაწონოს ზემდლობს. მაშინ როდესაც მან უნდა მოაწონოს თავი ადგილობრივ ამომრჩევლს. სხვა შორის მუნიციპალურ დონეზე ჩვენ ვფიქრობთ 2 წლიან საარჩევნო პერიოდს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ძალიან ხშირად გააკეთოს არჩევანი, განსაკუთრებით პირველ წლებში, როდესაც ამის პრაქტიკა მოქალაქეების თანამონაწილეობის და ხელისუფლების განხორციელებაში არსებობს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომელზეც ხშირად აპელირებდნენ, რომ ვთქვათ, ადგილობრივი მოსახლეობა ჯერჯერობით არ არის მზად დიდი რაოდენობით დამოუკიდებლობის მისაღებად და გადაწყვეტილებებში ჩართვაში. არ ფიქრობთ, თქვენ რომ ამაში შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს? იყო შეცდომები, თქვა და ასე შემდეგ. იცით რა არის? იყო შეცდომები, რა, ცენტრალური ხელისუფლება ამ წლის განმავლობაში ცოტა შეცდომები შეიძლება იყოს ცენტრალურ დონეზე, მუნიციპალურ დონეზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის საკითხები, რომელიც მუნიციპალიტეტს გადაეცემა, რომელიც არის უშუალოდ მათ ყოფით გარემოსთან დაკავშირებული, უშუალოდ მათ გარემომცველ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული, ეს იქნება სოფლის დონეზე თუ ქალაქის დონეზე, იმ საკითხებში მათ ამ მოქალაქეების მიერ არჩეული ადამიანები გაცილებით კომპეტენტურები არიან, ვიდრე ძალიან ბევრი სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც თბილისში ზის. შეუძლებელია ჩვენ გქონდეს ქვეყანა, სადაც ცენტრალურ დონეზე ერთნაირი წარმატებით გადაწყვეტ საგარეო დაზვერვის და 5 მეტრიანი სოფელში ხიდის თემას. ეს წარმოუდგენელი მომენტია, ამიტომ არსებობს ხელისუფლების ღარმი და მე ბევრი ეს ტერმინოლოგიით ვისაუბრებ, მაგრამ სუბსიდიარობის პრინციპი რაც ნიშნავს რას, რომ ფუნქცია უნდა იყოს იქ, სადაც უკვე შესაძლებელია ამის განხორციელება, რაც შეუძლებელია მუნიციპალურ დონეზე, ავა სამხარეო დონეზე და რაც შეუძლებელია სამხარეო დონეზე, ავა ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე. ჩვენ გვაქვს გამორჩეული პრობლემები ეგრეთ წოდებულ მთიან რეგიონებში, სადაც ჩვენ ამაზე ადრეს ვისაუბრეთ, სადაც სოფლის დონეზე თვითმმართველობის განხორციელება გართულდება თუნდაც იმიტომ, რომ ზოგიერთ სოფელში სულ 2 ადამიანი ცხოვრობს. მაგას დაკავშირებით, რომ ისევე როგორც ბარის სოფელში, მთის სოფელში ყველგან იქნება საზოგადოებრივი თვითმმართველობის ფორმა, რომელიც ინტეგრირებული იქნება მუნიციპალურ თვითმმართველობაში. გარდა ამის, ამავე სტრატეგიაში მითითებულია, რომ მაღალმთიანი დასახლებებისთვის და განსაკუთრებული დასახლებებისთვის შეიძლება მაღალმთიანი არ იყოს, მაგრამ სხვა განსაკუთრებული შესაძლებლობა ქონდეს, მათთან დაკავშირებით ცალკე კანონი იქნება, რომელიც დამატებით გარანტიებს შექმნის და დამერწმუნეთ, რომ საბოლოო შედეგი ამ რეფორმისა ის კი არ არის, რომ შევინარჩუნოთ დღეს არსებული მდგომარეობა, არამედ ინტერესი იმისა, რომ ადამიანები ეს დისპროპორცია, რომელიც არსებობს დღეს დედაქალაქსა და რეგიონებს შორის, ბარსა და მთას შორის, თანდათანობით ეს მიგრაციული ნაკადები, ეკონომიკური აქტივობა, პერსპექტივის შეგრძნება, რომელიც დაკარგულია დღეს რეგიონებში, ეს შეიქმნას ადგილებზე და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ის რომ სადღაც ცხოვრობს 2 ადამიანი, ეს პრობლემა არის, რეალურად პრობლემა, მაგრამ თანდათანობით ამ რეფორმამ მიყვანოს იქამდე, რომ გაჩნდეს დაინტერესება იქ ადამიანების არსებობისა და შესაბამისად ის მიგრაციული ნაკადები, რომელიც არსებობს დღეს
ვთქვათ, პერიფერიებიდან უფრო ცენტრალური ურბანისტული წერტილებისკენ თანათანობით ჩამოყალიბდეს და ის იყოს შესაბამისობაში. აქ ხელოვნურად არაფერი არ უნდა მოხდეს, თავარი ის არის, რომ ეს იყოს ბუნებრივი პროცესები. დღეს სამწუხაროდ საჯარო მმართველობის სისტემა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ იყოს შესაძლებლობა ეკონომიკური განვითარების. დღეს ერთნაირად არის პრობლემატური ის რეგიონი, სადაც ვთქვათ პოტენციალის ქონია, მაგალითად, აი სადაც ვთქვათ ფოთის პორტია, ბათუმია და შემდეგ. მაგალითად ხარაგაულის სოფელი და მაგალითად ხულოს სოფელი ერთმანეთისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება, ხო? შესაბამისად ქალაქები, ვთქვათ, რა ვიღოთ საშუალო ტიპის ქალაქები, სენაკი, ვთქვათ, იგივე ლაგოდეხი და ასე შემდეგ. ზესტაფონი. აი ზესტაფონი ქალაქია, სადაც არის საქართველოს ექსპორტის ათეულში შედის ფეროს პროდუქცია. ზესტაფონი არაფრით არ განსხვავდება სენაკისგან. სადაც თქვათ ასეთ ქარხანა არ არის, ხო? ეს ნიშნავს, რომ რაღაცა თავიდანვე არასრულად არის მოწყობილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან დიდი განსხვავებები იყოს. აქ არის საქმე იმაში, რომ ეკონომიკური პოტენციალის განვითარება უნდა აისახოს ცხოვრების დონეზე, მეორეს მხრივ უნდა არსებობდეს სახელმწიფოს გამოთანაბრებითი პოლიტიკა, რომელიც გარკვეულად გამოათანაბრებს. ის რომ ადამიანი დაიბადა ფოთში და ვიღაც დაიბადა ხევსურეთში, სადაც დღეს არის განსხვავებული პოტენციალი, ხვალ შეიძლება ასე არ იყოს, ხვალ შეიძლება ხევსურეთის ან რაჭის პოტენციალი ტურისტული ან სხვა მიმართულების განვითარების შემთხვევაში გაცილებით მეტი იყოს, ხო? შესაბამისად, ეს განსხვავებები უნდა იქნეს გარკვეულად პირველ ეტაპზე გამოთანაბრებული, შემდგომ ეტაპზე ეს გამოთანაბრება უფრო სხვა შინაარსში შეიძეს რასაკვირველია. აქ არის ერთი პუნქტი სახელმწიფოს ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმის შექმნა. როგორც ვთქვები, ეს არის გარკვეულწილად რაღაც პრევენციის მომენტი ამ შემთხვევაში, რადგან როდესაც ადამიანები არჩეულები არიან, ვთქვათ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მათ საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციის საშუალება აქვთ უკვე. არა, ხო არ ელოდებით რაღაც პრობლემებს რეგიონებსა და ცენტრში. ეს არ არის პრევენცია, სადაც ზედამხედველობის სისტემა არსებობს ცენტრალურ დონეზე, მაგრამ თავრობაზე ახლა ზედამხედველობას პარლამენტი. და ასე შემდეგ ეს სისტემაში აწყობილი. ხო არ არის საფრთხე, რომ გაჩნდეს თქვა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ამ შემთხვევაში. იცით რა არის? ყველას თუ აქვს განსაზღვრული თავისი კომპეტენციები და ისინი ამ კომპეტენციებზე აგებენ პასუხს და კანონმდებლობით არის მაქსიმალურად რეგულირებული, მაშინ დაპირისპირების საფრთხეები კლებულობს. მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ვიღაცამ მიიღოს ესეთი აქტი, რომელიც არ არის კანონთან შესაბამისობაში. ამიტომ უნდა არსებობდეს ზედამხედველობის სისტემა, რომელიც ამისგან დაგვაზღვევს. მეორე მხრივ არსებობს დელეგირებული ფუნქციები, რომელიც თავისი ბუნებით თქვათ არის ცენტრალური ხელისუფლების, მაგრამ გადასცა რაღაც ნაწილი განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში ცოტა უფრო მეტი საზედამხედველო ფუნქცია აქვს მას, ვიდრე სამართლებრივი ზედამხედველობა. ეს არის ევროპული გამოცდილება, ეს არის ევროპის თვითმმართველობის ხარტია, რომელსაც ჩვენ შეერთებული ვართ 2005 წელს, განსაზღვრულია ამ ზედამხედველობის ზოგადი ჩარჩოები. ხოლო რაც შეეხება ამ წინააღმდეგობებს, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ჩვენ საბჭოთა პერიოდიდან ყველაზე მთავარი რაც გვაქვს შემორჩენილი, ეს არის მართვის ეგრეთ წოდებული მატრიოშკისეული პრინციპი, როდესაც ყველა პატარა რგოლი ზის უფრო და უფრო დიდ რგოლში. ანუ სოფლის დონეზე საკითხი შეუძლია გააწყდეს რაიონმაც, სადღაც გუბერნატორმაც, თბილისმაც და შემდეგ. მაშინ როდესაც დასავლური გამოცდილება მართვის გვეუბნება იმას, რომ უნდა იყოს რაღაც ფუნქციები, რომელიც არის მუნიციპალიტეტის, რაღაც ფუნქციები, ვთქვათ, შუა რეგიონული რგოლის, ცენტრალურის, რასაკვირველია, საერთო ფუნქციებიც იარსებებს, მეორე საკითხები ერთობლივად, მაგრამ იქაც კონკრეტული უფლებამოსილები უნდა იყოს გამიჯნული. რათა არ მივიღოთ სურათი, როდესაც გვაქვს რგოლები, რომელსაც აქვს უფლებები და არ აქვს რესურსები, გვაქვს რგოლები, რომელსაც არ აქვს უფლებები და არც რესურსები და აბსოლუტური შეუსაბამობა შეუქმნა. ფიქრობთ, რომ თქვათ ამ რეფორმის განხორციელება მოესწრება უკვე გაისისთვის, როდესაც დაგეგმილია ადგილობრივი. მოდი თქვათ ასე, ჩვენ რო ამ ყველაფერს ვიწყებდით ნოლიდან, რასაკვირველია ეს ვერ იქნებოდა მოსწრებადი. მაგრამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯგუფი, როგორც ადგილობრივი, ასე საერთაშორისო, ძალიან ბევრ საკითხზე მუშაობდა, ბევრი მოდელებით ამუშავებულია, ადგილობრივიც, ცხოვრიც. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო სამუშაოების ჩატარება ამ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოსწრებადია. სხვა სამუშაოები, რომელიც არის ტექნიკური, რომელიც შესასრულებელია იქამდე ძალიან ბევრი გეოგრაფიული, ფინანსური და ასე შემდეგ, ეს საკითხები მოსწრებადია და რაც მთავარია, განათლების გადაცემის სისტემა. გაისიდან ჩვენ გვექნება უკვე ადგილობრივი არჩევნების მერე გვექნება უკვე ახალი ფორმულა, თუმცა რაღაცა კომპონენტი, კერძოდ საზოგადოებრივი მმართველობა უკვე გვექნება 2013 წელსივე, ანუ სოფლის კრებები და სოფელში ბათმიერ წარმომადგენლების არჩევა, ანუ სოფელში სოფლის იურიდიული სტატუსის განსაზღვრა იქნება 2013 წელსივე და უკვე ამ ადამიანებთან დიალოგი ამ რეფორმაზე დაიწყება, როდესაც აი ბოლო კითხვა არის თუ არა ეს გარკვეულწილად გამოწვეული
იმით, რაც ხდება ახლა ადგილობრივ თვითმმართველობაში. თვითმმართველობებში გვაქვს დაპირისპირება თქო ახალმოსულ პოლიტიკურ ზალასა და ზოოპოლიტიკურ ზალას. ეს მაგით გამოწვეული არ არის. ეს ჩადებული იყო ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში და 25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ თავრობის პროგრამაშიც თავარ პრიორიტეტი კეთდებოდა თვითმმართველობაზე, ხოლო ეს ადამიანები, რომლებიც ამაში არიან ჩართული როგორც სამინისტროში, ასევე პარლამენტის კომიტეტებში, შესაბამისად ძალიან მრავალი წლის განმავლობაში ამაზე საუბრობდნენ და წერდნენ, ასე რომ ამასთან ეს უშუალოდ კავშირში არ არის. თუ ირიბად კავშირს ვიტყვით, ეს არის ის, რომ სწორედ იმ მახინჯმა სისტემამ, საარჩევნო სისტემამ, ხა რომელიც არსებობდა თვითმმართველობის სახემ, რომელიც იყო რეალურად ავტორიტარული სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ 9 წლის განმავლობაში, მიგუყვანა იქამდე, რომ როგორც კი პოლიტიკური ფონი შეიცვალა, გარკვეული წინააღმდეგობები მაშინვე გამოაჩინა ამ სისტემამ. ანუ ის იყო აგებული მაინც უფრო რაც ავტორიტარულ მოდელზე. და ეს წინააღმდეგობები დაძლევად იქნება მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტს იქნება არა პოლიტიკური დატვირთვა, არამედ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ თავისი მოსახლეობის ყოველდღიური ყოფითი საკითხების გადაწყვეტაზე ორიენტირებული იქნებიან ეს სკოლები. ძალიან დიდი მადლობა. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი იყო მატრიცის სტუმარი გადაცემის შემდეგ ნაწილში მთავარი პროკურორის შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მატრიცაში ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო სკიტიშვილი. რეკლამის შემდეგ. თავარ პროკურატურაში დღეს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს განიხილავდნენ. არჩილ ბილაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებოდა. მთავარი თემა წამებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიება და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები იყო. შეხვედრის დეტალებით მატრიცაში ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო სკიტიშვილი. საღამოშიდობის ალეკო, მადლობა მოსვლისთვის. სანამ უშუალოდ ძირითად თემებზე გადავალთ, რასაც თქვენ თავარ პროკურორთან განიხილავდით, მინდა გკითხოთ იმ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც ბოლო 2 დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს მოსახლეობის. თავისთავად ცხადია, ალბათ საუბარი ამასაც შეეხებოდა, თუ იყო საუბარი ბუტარო ბაქიძის ყველობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო მასალაზე და რა პოზიცია აქვს გენერალურ პროკურატურას ამასთან დაკავშირებით. კონკრეტულ საქმეებზე რამდენიმე საქმეს შევეხეთ, მაგრამ ძირითადად ჩვენ მაინც უფრო ტენდენციებზე ვსაუბრობდით, მაგრამ რა თქმა უნდა ამ საქმეზე იყო საუბარი. ერთი რაც მახსოვს, რომ მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფის მოწვევა და ამ კადრების ავთენტურობის ასევე იმის დადგენა თუ არის ეს კადრები ფალსიფიცირებული და რა თქმა უნდა ეს პირველ რიგის ამოცანა არის ამ სიტუაციაში, რაც შეიქმნა ბოლო დროს ამ გავრცელებული კადრების შედეგად. ასევე ითქვა, რომ ზოგადად გახმაურებული საქმეები, რაც არის ასევე იგივე ზურაბ ჟვანიას საქმე, იგივე გრიგოლიანის მკვლელობა და ეს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულები, რომელთა გამოძიება ფაქტობრივად ან არასრულყოფილად არის წარმართული, ან არის საერთოდ არ არის გამოძიება ესეთ ტიპის საქმეებზე პროკურატურა აქტიურად მუშაობს. ნაწილი არის გადაცემული სასამართლოს და ფაქტობრივად როგორც თავარ პროკურორი აღნიშნავს, ამ საქმეებზე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებსაც ყოველთვის გაითვალისწინებენ. ანუ გამოძიების მიმდინარე როგორც აქ საუბარია წინასწარი აღკვეთ ხორისძიების შეფარდების პრობლემებს და სხვა პრობლემებზეც. ჩვენი მხრიდან აღნიშნავთ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამჟამად დაიწყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო პროცესების მონიტორინგს. ჩვენ ვაკვირდებით სწორედ გახმაურებულ საქმეებს, ანუ ამ მიმდინარე ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებებს, ოღონდ მათ საქმეების განხილვას კონკრეტულად სასამართლოებში. გუშინ ჩვენ დავესწარით პირველ ხდომას ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესში. რა შეგიძლიათ თქვა, როგორ მიდის სასამართლოში? სრულად განსხვავებულად შეიძლება ითქვას, ეს იყო წინა სასამართლოს ხდომა, ანუ აქ არ დაწყებულა და ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ სრულად სხვა ტიპის პროცესებია, ვიდრე იყო თუნდაც გასულ წელს, ანუ წინა ხელისუფლების პირობებში. ზოგადად სასამართლო სისტემასაც შეეხება ბოლო დროს შეინიშნება გირაოს წესის გამოყენების ტენდენცია. ამაზე თვითონ პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს დადებითი არის, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ზოგჯერ შუამდგომლობს აღკვეთის ხორციელების
ხელმძღვანელობის შეფარდებას, პატიმრობას თვითონ ბატონ მარჩილ კბილაშვილმა აღნიშნა, რომ ეს კარგი ტენდენცია, როდესაც სასამართლო გირაუს უფარდებს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოიწვა დაინტერესება, ეხება თუ არა ესეთი ტენდენცია სხვა არაგახმაურებულ საქმეების შემთხვევებს და ასეთივე მიდგომით ხელმძღვანელობს თუ არა სასამართლო, თქვათ ჩვეულებრივ რიგით ქურდობის იგივე საკუთრების ქურდობის შემთხვევებში და ესეთი ტიპის შემთხვევებში თუ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს. ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ თვითონაც მუშაობთ და ამ სტატისტიკას შევისწავლით და შემდგომში ამ დასკვნებს გავაკეთებთ კიდეც, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ მხრიდანაც ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად არ არის აუცილებელი ყოველთვის ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება და მით უმეტეს ასეთ გახმაურებულ საქმეებზეც, როდესაც არის რისკი, რომ ვიღაცა მე შეაფასოს პოლიტიკურ დევნად, შეიძლება ითქვას, რომ აჯობებს იყოს გამყარებული მტკიცებულებებით საქმე და მას შემდეგ მოხდეს ადამიანების დაკავება, გულისხმობ უკვე პროკურატურის მხრიდან, თავისთავად შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტია ის გირაოს შეუფარდებენ ამ დროს თუ არა. პირადად მე ძალიან მაღელვებს მოწმის სახით ადამიანების დაბარების პრაქტიკა და შემდეგ მაშინვე მისთვის ბრალდების წაყენება და იქვე აღკვეთი, ანუ დაკავება იქვე. ეს არის ვფიქრობ, ეს პრაქტიკა ვფიქრობ არის გადასასინჯი, რა თქმა უნდა ამაზე იუსტებმა უნდა იმუშაონ თუ როგორ და უნდა იყოს, მაგრამ ხშირად ხდება პარადოქსა, ანუ რაღაც ჩანს, რომ აშკარად კოლიზია თვითონ კანონშიც. იგივე გავიხსენებ საუკეთესო მაგალითს, ეს იყო, როდესაც ფოტორეპორტერები დააკავეთ, როგორც შემდეგში განმარტეს, ისინი მოწმის სახით წარადგინეს თავდაპირველად პროცესზე და მეორე დღეს პროკურატურა მაშინდელი ამტკიცებდა, რომ Associated Press-ის ჟურნალისტი შახა აივაზოვი თურმე კი არ დააკავეს, არამედ მოწმის სახით წარადგინეს, ანუ შუაღამისას მივიდნენ მოწმის სახით, ანუ ადამიანთან წაიყვანეს პროკურატურაში, სახლიც გაუჩხრიკეს, ანუ მოწმეს გაუჩხრიკეს სახლი, შემდეგ დააკავეს, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც ამერიკის საელჩო ჩაერია, გაათავისუფლეს და განაცხადეს, რომ ის სულაც არ იყო დაკავებული, არამედ მოწმის სახით. ალკო, თავარი საკითხი მაინც არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანი აყენებენ ამ საკითხს, ეს არის თქო წამების სვერფთა საქმეების გამოძიება. მე რა ბევრჯერ მყოლია სტუდიაში თქო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვინც ამ საქმეებზე მუშაობს და ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ მათ აქვთ შეგრძნება, რომ ამ საქმეების გამოძიება გარკვეულწილად ჭიანურდება. ანუ ყოველ შემთხვევაში დროში იწელება. ალბათ საუბრის თავარი თემა ეს იყო კიდევ. რა პასუხი მიიღეთ გენერალური პროკურატურის? ზოგადად პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს შეხვედრა იყო ინიციირებული თვითონ მთავარი პროკურორისგან და ეს ნამდვილად მისასალმებელია. თვითონ ბატონ მარჩილმა აღნიშნა, რომ შეხვედრა შესაძლოა დაგვიანებულიც იყოს და ეს ჩვენი ბრალიაო. ამაზე აღნიშნა, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დიდხანსაც გაგრძელდა, იყო დისკუსიაც გარკვეულ საკითხებზე და კარგია, რომ თვითონ პროკურორმა, მთავრობო პროკურორმა გაგვაცნო პრიორიტეტები თუ შექმნილ ვითარებაში რა უფრო პრიორიტეტული იქნება პროკურატურისთვის. აღინიშნა პირველ რიგის პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დარღვევების ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის წამება, არადამიანური მოპყრობა და ასეთ ტიპის საქმეები, რაც პროკურატურას პირველ რიგის პრიორიტეტულ საქმეებად მიაჩნია, რაც უნდა იქნეს გამოძიებული, ასევე ხაზი გაესვა იგივე სამოხალეო დანაშაულებს, რაც ეხება თანამდებობის პირების, ანუ სახელმწიფო მოხელეების მიერ გარკვეულ გადაცდომებს, იგივე საფინანსო საბიუჯეტო დარღვევებს და ამის მაგალითად მოყვანილი იქნება თბილისის მერიის გარშემო მიმდინარე საქმე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული საქმეები, რასაც იძიებს ამჟამად პროკურატურა, ასევე იყო გახმაურებების საქმეები, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და დანაშაული ბოლოს დაამატეს კიდე მეოთხე პრიორიტეტი, რაც ეხება სახელმწიფო სახელით კერძო საკუთრების ხელყოფის საქმეებს, ფაქტებს, რაც ასევე სამწუხაროდ წინა ხელისუფლების პირობებში იყო წარმოდგენილი რაღაც კონკრეტული საქმეები პროკურატურის მხრიდან, თუ ეს მაინც უფრო თეორიული გარკვეული საქმეები, რა თქმა უნდა, ვახსენეთ, თუმცა ჩვენც არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან კარგად ვიცით რა, როდესაც თითოეული ამ მიმართულებების უკარა საქმეები ჩანს, იგივე როდესაც კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე იყო საუბარი, იქ აღინიშნა, რომ იგივე საერთაშორისო გამჭირვება საქართველოს მიერ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის
ასოციაციის მიერ, რომ მათ აქვს ესეთ ტიპის საქმეები შესწავლილი და შეუძლიათ რომ პროკურატურას გარკვეულწილად დაეხმარონ კიდეც იმ ეთანხმება ზოგადად მთავარი პროკურორი არასამთავრობო მოსაზრებას, რომ ცოტა ჭიანურდება დროში ამ საქმეების გამოძიება და რა ახსნა აქვს ფაქტობრივად ამაზე იყო გარკვეულწილად იქაც დაფიქსირდა ჩვენი მხრიდანაც, მათ შორის ადამიანის უფლებათა ცენტრის მხრიდანაც, რომ ისეთი ტიპის საქმეები, რომელიც ეხება ადამიანის წამებას, ეს რაც შეიძლება მალე უნდა იქნეს გამოძიებული, თუმცა მთავრობა პროკურორმა აღნიშნა ობიექტური გარემოება, რომ დასაკითხი არის უამრავი ადამიანი და აღნიშნა კიდეც, რომ 2000-მდე პატიმარი არის ამჟამად დაკითხული, გარკვეული პრობლემას მიადგნენ, რომ დაზიანებები პატიმრებს უკვე აღარ აქვთ, ანუ 5-6 წლის წინ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზეა საუბარი, ის მხოლოდ საუბრობს გადმოცემთ ამ ჩვენებას, აძლევს პროკურორს, რომ ის აწამეს, ასევე იშველებს მოწმეს თანამოსაკნეს, რომელიც ადასტურებს, რომ ის აწამეს, მაგრამ ფაქტობრივად სხვა მხრივ ამის დადასტურება ძნელდება. პროკურატურის ხელთ არსებობს ასევე ცნობილი კადრები, რომლებიც ბედუკაძის საშუალებით გავრცელდა და კარგად არის ინფორმირებული საზოგადოება ამის თაობაზე, როგორც ირკვევა ეს კადრები სრული ჩანაწერით გაცილებით დიდი ქრონომეტრაჟით არსებობს. გამოითქვა მზაობა, რომ შეიძლება ეს კადრები არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცეს კიდეც და თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეისწავლონ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა თქვა, რომ შესასწავლი უფრო პროკურატურას აქვს, იმიტომ რომ თუ სახეების იდენტიფიცირება არის შესაძლებელი და ჩანს ვინ არის იქ დამნაშავე, უკვე უნდა მოხდეს ინდივიდუალურად მათი დასჯა. ასევე გამოიკვეთა ეს პრობლემა, რომ სისტემურ დანაშაულს ან თავად პროკურორს მიაჩნია, რომ სისტემურ დანაშაულის ნიშნები იკვეთება და ამ შემთხვევაში გარკვეულწილად მე ვფიქრობ, რომ თავად პროკურორს ჯერჯერობით არ აქვს ჩამოყალიბებული მიდგომა თუ როგორ გაასამართლოს სისტემა, როგორ დაიჭიროს სისტემა. აი, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ასევე არასამთავრობო ხშირად საუბრობენ, ეს არის თვითონ თავად პროკურატურაში არსებული მდგომარეობა. ხშირად მე მომისმენი ადამიანებისგან, რომ თვითონ თავად პროკურატურაში არსებობს კონკრეტული ადამიანებზე არ არის აქ საუბარი, მაგრამ რაღაც საბოტაჟის მსგავსი ხდება თვითონ პროკურატურაში თუ იყო ეს საკითხი და იქნა ამაზე გამახვილებული ყურადღება, ამაზე ეს იყო ერთ-ერთი ისეთი საკითხი, რასაც არ დავეთანხმეთ გარკვეულწილად, არ დავეთანხმეთ თავად პროკურორს, რომ ანუ ის აღიარებს, რომ პროკურატურაში არის პრობლემები თვითონ. მან აღიარა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ის არ აპირებს ქვედა დონეებზე იმ პროკურორების გათავისუფლებას, ვის მიმართაც თუნდაც შეიძლება რაღაც უკვე არსებობდეს გარკვეული მყარი არგუმენტები, რომ ის თანამდებობაზე არ უნდა მუშაობდეს, მაგრამ ის ელოდება გენერალური ინსპექციის დასკვნას. ასევე აღნიშნა, რომ გენერალურ ინსპექციაში არსებობს მხოლოდ 3 გამოძიებელი და ეს 3 გამოძიებელი როდის გამოიძიებს უამრავ განცხადებას, რომელიც პროკურორების საქმიანობას ეხება, ეს ძალიან რთული პროგნოზირებადია და აპირებენ, რომ მიამაგრონ კიდე რამდენიმე გამოძიებელი ამ 3 გამოძიებელს, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვითონ პროკურატურაში მიდიში და წმენდის პროცესი, თუმცა და გამოძიებები ფიქრობს, რომ თავად პროკურორი იგივე გენერალური ინსპექციის გადასაწყვეტია მართლმსაჯულს და ჯერჯერობით ტოვებს თანამდებობას. მე პირადად შევთავაზე ესეთ რეკომენდაცია, რომ შეიძლება იმ პროკურორებს, რომლებისადმი არსებობს გარკვეული პრობლემები, იგივე ბახუტოვის ცნობილი საქმე, როდესაც ადამიანი გაასამართლეს ყველობაზე და შემდეგ მოკლული, აი ეს ადამიანი კახეთის რეგიონში გადაიყვანეს სხვა თანამდებობაზე იმის ნაცვლად, რომ შეიძლებოდა უკვე გათავისუფლებულიყო თანამდებობიდან, ელოდება თავად პროკურორი, როდის დაასკვნის გენერალური ინსპექცია, რომ ამ პროკურორს აქვს თუ არა უფლება იმუშაოს სისტემაში და საერთოდ ხო არ უნდა იყოს ის სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემული. შესაბამისად მე თვლი და რეკომენდაციას მაქვს, რომ ასეთ პროკურორებს შეიძლება შეუჩერდეთ დროებით უფლებამოსილება, სანამ გენერალური ინსპექცია არ დაასრულებს გამოძიებას და ეს ალბათ ვფიქრობ, რომ მარტივი გადასაწყვეტია, იმიტომ რომ სისტემაში მართლაც არის ისეთ პრობლემები, რომ თუნდაც ერთი მაგალითი მახსენდება, იგივე ბატონ მერაბ ქათამაძის საქმე, ეს არის რესპუბლიკური პარტიის წევრი, რომელსაც ჩაუდეს იარაღი რამდენიმე წლის წინ, ეს არის ინტელექტუალი ადამიანი, ცნობილი საქართველოს წიგნის ფესტივალის დამაარსებელი და შეუძლებელი იყო იმდენად თეთრი ძაფით იყო ნაკერი ეს საქმე, თვითონვე მალევე გაათავისუფლეს, მაგრამ საქმე დარჩა
ძიებაში მუდმივად სასამართლო ჯერ კიდევ არ არის და ეს ადამიანი მუდმივად ამ წლების განმავლობაში იყო შიშის ქვეშ თუ როდის დააპატიმრებდნენ არ იცოდა. რეალურად ეს ადამიანი პოლიტიკურ დევნილი, ისევე როგორც ის პოლიტიკურ დევნილები, რომლებიც პარლამენტმა მიანიჭა მათ პოლიტიკურ დევნილის სტატუსი, იგივე ირაკლი ოქრუაშვილი, ბიძინა გიორგობიანი, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ წასულები, თუმცა ეს ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში და არიან კიდე ესეთი ადამიანები, რომლებიც გაცილებით დიდი რისკის ქვეშ თვითონ საქართველოში ცხოვრობდნენ. ამ ადამიანის საქმე, როდესაც ამჟამად დაწერა ბატონმა მერაბ ქათამაძემ განცხადება მიმართა პროკურორს, დააწერეს იგივე პროკურორს, რომელთანაც მას ჰქონდა თავის დროზე ბრალი, ჰქონდა წაყენებული და ეს იყო რაღაც გარკვეული ცინიზმის მომენტიც არის და აშკარად ლეგიტიმურად აქვს უკმაყოფილება. ალკო ყველა იმ საქმეზე, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ, თავის დროზე არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები, მათი მოსაზრებები, მათი ანგარიშები, ხო? პრინციპში თუ კი თქვა თავარ პროკურატურას მიზეზთა გამო, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო რაღაც უჭირს ამ საქმეების გამოძიების დაჩქარება. ხომ არ შედგა თქვენი შორის რაღაც ტიპის შეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ხშირად მომისმენია მათი მზადყოფნის შესახებ გარკვეულწილად რაღაცნაირად დაეხმარონ პროკურატურას თუნდაც იმით რომ მიაწოდონ ყველა მათგანს არსებული მასალა. აი ესეთი ტიპის ორი რამ შეიძლება ამ კუთხით გამოვყოთ. ერთი რომ შევთავაზეთ რომ ის ანგარიშები რაც უკვე გვაქვს გამოქვეყნებული, სადაც კონკრეტულად ანუ რა კი არსებობს პრობლემა რომ უკვე დაზიანებები გამქრალი არის ამ ადამიანების სხეულიდან და შესაბამისად რთულია მარტო ჩვენების იქეთ კიდე რა მტკიცებულებების მოპოვება არსებობს სამაგიეროდ ადრინდელი ჩვენი მიმართვები ასევე ანგარიშებში მოხსენებული არიან ეს ადამიანები და ჯერ კიდევ არ არის რეაგირება იმ წამების ფაქტებზე რაც მაშინ ჩვენ ვითხოვდით რომ უნდა მომხდარიყო რეაგირება ეს რა თქმა უნდა ისეთი მასალაა რომ შეუძლია პროკურატურას გამოიყენოს ამავე დროს მოხდა შეთანხმება შემდგომ ურთიერთობების კუთხით, კერძოდ ჩვენ გარკვეულწილად მოსაფიქრებელია ეს როგორ იქნება, მაგრამ იგივე წამების მსხვერპლთა გამოკითხვა მათთან ინტერვიუების აღება და ასე შემდეგ და ანუ ამ კუთხით მასალების მოძიება შეიძლება ასევე დავეხმაროთ და კი ჩვენს მიგვაჩნია რომ ეს პირველი რიგის საქმე არის და ნამდვილად პრიორიტეტული საქმეებია სწორედ წამების კუთხით ამ საქმეების გამოძიება ჩვენს ასევე შეგვიძლია მართლაც ინტენსიურად ჩავერთოთ ამ მიმართულებით თუმცა რა თქმა უნდა ეს თანამშრომლობის მექანიზმი ფორმები მოსაძებნი იქნება მაგრამ ამაზე მზაობა გამოითქვა პროკურორის მხრიდანაც და ჩვენი მხრიდან ძალიან მადლობა ალკო სკეტიშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო მატრიცის სტუმარი რეკლამის შემდეგ ეთნიკურ უმცირესობათა კონფერენციის შესახებ 26 ფებრუარს 18 სათვისტომოს წარმომადგენლები საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს განიხილავენ კონფერენციის მიზნებზე ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი 26 თებერვალს საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალელოვანი საქართველოს ორგანიზებით საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების კონფერენცია გაიმართება, რომელშიც 18 სათვისტომო მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის მთავარი მიზანი უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემების, მათ შორის სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაა. მატრიცაში მრავალეროვანი საქართველოს თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი სამშვიდობისა დიდი მადლობა მოსვლისთვის რამდენთა ჩემთვის არის ცნობილი კონფერენციაზე თავარი საკითხი იქნება იმ კვლევის განხილვა რომელიც თქვენ ჩაატარეთ ამ რამდენიმე ხნის წინ რა აჩვენა ამ კვლევამ რა პრობლემები აქვს ეროვნულ უმცირესობებს საქართველოში ну სამმართველობით ხორციელდებოდა ეს კვლევა პირველი იყო კვლევა რომელიც ხალ პრეზენტაცია იქნება აზერბაიჯანულ თემთან დაკავშირებით, მეორე იქნება სომხურ თემთან დაკავშირებით და მესამე იქნება ეგრეთ წოდებული მცირე ერებთან, მცირე დიასპორებთან დაკავშირებით. ყველა დანარჩენი. კი, ყველა დანარჩენი, დანარჩენი 16 ესე ვთქვათ. პლუს აგრეთვე ვისაუბრებთ ცალკე მონაწილეობის პრობლემატიკაზე, ვისაუბრებთ განათლების პრობლემებზე, კულტურის პრობლემებზე და ეგრეთ წოდებული სიძულვილის ენის პრობლემებზე. მაგრამ კონცეპტუალურად რო ვთქვათ, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ჩვენს როლს იმ პროექტში, რომელსაც ქვია მესამე რესპუბლიკის მშენებლობა. საქართველოს სახელმწიფოების მშენებლობა. ეს პრობლემა საერთოა ყველა თემისთვის. მე ჩანს აბსოლუტურად. პრობლემა იმაშია, რომ
როგორც ჩანს ის ამ 16% არ რეალურად თქვა საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური უმცირესობები და რეალურად ჯერჯერობით არ ჩანს რომ ჩვენ ვართ პარტნიორები ამ პროცესში უფრო ჩანს რომ თქვა შემთხვევითი მგზავრები ანუ უფრო თქვა კარგად ჟღერს ალბათ случайни პასაჟირები ვართ ვიდრე პარტნიორები ამ პროცესში და ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ამ პარტნიორობის შანსი ქვეყანას ამ თქვა ამ დიდ ჯგუფს მიეცა 2003 წელს, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რევოლუციას რეალურად ეთნიკური უმცირესობები აქტოვანებით შეხვდნენ, მე ეს აქტოვანება გადაიზარდა სიფრთხილეში და დამთავრდა შიშით. და ხოც შიში ოხერია და ადრე თუ გვიან ეს შიშიც აფეთქდებოდა რეალურად მდგომარეობა ამ რეგიონებში. ეხლა ჯერჯერობით ამ აქტოვანების რეჟიმში ვართ. არ ვიცი რით დამთავრდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა რომ დაველაპარაკოთ ლაივში ესე ვთქვათ ქვეყნის ხელმძღვანელობას. პრემიერ-მინისტრს რა იწვევს ამ ტიპის პრობლემებს? რამდენიმე ჯგუფად შეიძლება ალბათ ხო პრობლემები დაიწყოს. ერთი არის თქვა სიტყვაზე ხელისუფლების არსურვილი ჩართოს ეთნიკური უმცირესობები, თუ კი ესეთი რამ არსებობს. მეორე თვითონ ეთნიკური უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, რომ უბრალოდ არ საუბრობენ თქვა ქართულად, მათ უჭირთ ჩართვა, ხო სახელმწიფო ენა ქართულია, შესაბამისად სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში მუშაობა მათთვის გართულებულია. ეს რაღაც ორი ძირითადი რაც პირდაპირ ზედაპირზეა. ჩვენ შეგვიძლია სამითხრივი საუბრობთ კონკრეტულად ამ დეტალურ პრობლემებზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებზე თქვენ უკვე თქვით, მაგრამ მე მაინც მინდა გითხრათ, რომ ისევ კონცეპტუალურად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აი ბოლო წლები ფაქტურად საზიდარს ვაყენებდით ცხენის წინ. ანუ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებზე ვესაუბრებოდით მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს. მაშინ, როცა რეალურად ეთნიკური უმრავლესობა არ იყო მზად იმისათვის, რომ მოხდეს ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაცია უმრავლესობის სოციალურ სტრუქტურებში. და ვფიქრობ, რომ ეხლა ზუსტად ის პერიოდია, როცა ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიფიქროთ, რას ვაკეთებთ ხვალ. არის ეს მეორე ნაბიჯი ხვალ. არის ეს მიუღებლობა, არის მაინც ეთნიკური ნიშნით დაპირისპირება საქართველოში შეგიძლია თქვათ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ეთნიკური ქართველებს უჭირთ სხვა ეთნოსების მიღება, თქვათ თანაბარ პარტნიორად. არსებობს ესეთი პრობლემა? ნუ მე მგონი რომ არსებობს, იმიტომ რეალობა ესეთია დღეს, თუმცა გეტყვით რომ კატასტროფული სიტუაცია რა თქმა უნდა არ არის. რა თქმა უნდა შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ავაშენოთ სამოქალაქო საზოგადოება, ამის ბიძგები უკვე არის და სხვადასხვა მხრიდან მოდის, ესე ვთქვათ ეს ბიძგები, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ ექნება თუ არა ხელისუფლების პოლიტიკური ნება ამისათვის. წინა ხელისუფლებას რეალურად ჰქონდა ნება ილუზიის შექმნის, ესე ვთქვათ, ილუზიას რომ არის სამოქალაქო ინტეგრაცია და ყველაფერი წესრიგშია და ბაგდადი всё спокойно. ესე ვთქვათ რა, მაგრამ სინამდვილეში უმცირესობებთან ურთიერთობა ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების პრიზმის ქვეშ, ესე ვთქვათ. სამცხე-ჯავახეთთან და ქვემო-ქართლთან ურთიერთობაში იყო გამოყენებული შექმნილი უпростоრად ისეთი ფორმატი, რომელიც არაძლებდა მათ შესაძლებლობა სრული მონაწილეობისთვის, სრულუფლებიანი მონაწილეობისთვის, ესე ვთქვათ, არანაირი სტიმული არ ქონდა იმისათვის, რომ ქართული ენა ესწავლათ, იგივე მილიონები დახარჯეს იმისათვის, რომ ბესწავლებინათ ქართული ენა რეგიონში. თუმცა შედეგი არის ნული. ნუ შეუძლებელია და არ შეიძლება რომ შედიხარ მაღაზიაში, ყიდულობ ბორჯომის ბოთლს და იხდი 15 ლარს მაგაში, ხო? ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ამ თქო მილიონებად ალბათ შეიძლებოდა თქო უფრო ხარისხიანი პროგრამების განხორციელება და შეიძლება უფრო სხვა რაღაცები. ხო არ იწევს ამ პრობლემას რაღაც მუდმივი შიში იგივე სამცხე-ჯავახეთი ახსენეთ თქვენ რომ სამცხე-ჯავახეთში რაღაცა ხდება. ჩვენ გვახსოვს თქო სულ 2 კვირის ამბავი, როდესაც ამნისტიით გამოუშვეს ბატონი ჩახალიანი, რა ინტერპრეტაციები მოყვა ამას? ჩვენ თუ არაფერს არ ვთქვით თბილისში, ჯავახეთში არაფერი არ მოხდება. ეხლა იგივე ჩახალიანთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილის კონდა რამოდენიმე გამოსვლა და ამბობდა იმას, რომ ისა ახალქალაქელი სეპარატისტი გამოუშვით. ამბობდა იმას, რომ მან დაარბია ქართული პოლიცია, მან დაარბია ქართული თვითმმართველობის ორგანოები, ქართული უნივერსიტეტი და იცით რა არის ძალიან საინტერესო, როცა პრეზიდენტი საუბრობს, თქვა ზესტაფონზე, თელავზე ან ასე შემდეგ, ამ თქვა პოლიციას, თელავის პოლიციაზე, ის არ ამბობს, რომ იქ არის ქართული პოლიცია, ამბობს, რომ თელავის პოლიცია და ამბობს, რომ პოლიცია უბრალოდ რატომ აკეთებს, თქვა ამ ეთნიკურ აქცენტს, ეთნიკურებზე აქცენტს, ეთნიკურ რაღაცებზე აქცენტს. მე მგონი, რომ ეს არის მცდელობა
კიდევ ერთი მცდელობა, რათა ვთქვათ, ეს ეთნოსთა შორის რაღაც პრობლემატიკის თემა იყოს გამოყენებული პოლიტიკაში. ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ეს არის ძალიან ცუდი და მინდა გითხრათ, რომ როგორც წესი, თუ რამე ხდება ჯავახეთში, ეს არის რეაქცია იმაზე, თუ ვთქვათ, რა მოდის თბილისიდან. როგორც წესი. ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ, რა თქმა უნდა, ისიც არის გასაგები, რომ ვთქვათ, უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს იმ დონეზე, რომელიც საჭირო არის, თქვა საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი განვითარება არ იქნება ინტეგრაციის მხრივ, თუ ჩვენ არ მივაქცევთ ყურადღებას რაც პოზიტიურ ნაბიჯებს და უსაფრთხოება ნუ არ არის. გაქვთ თუ არა რაღაც კონკრეტული შეთავაზება? არა ვართ, მინდა გითხრათ, რომ ტროის ცხენი საქართველოს თავისთავად იმედი მაქვს. თუ გაქვთ რაღაც კონკრეტული შეთავაზებები ახალი ხელისუფლებისთვის, მე მახსოვს, როდესაც თქვა ვიზრი ივანიშვილი ჯერ კიდევ მოდიოდა ხელისუფლებაში, ხო, წინა საარჩევნო პერიოდში ის თავის გამოსვლებში ხშირად საუბრობდა სწორედ ამ თემაზე, ანუ ეროვნული უმცირესობების რეალური ინტეგრაციაზე საზოგადოების ცხოვრებაში. ერთ-ერთი პუნქტი იყო ეს მისი გამოსვლების მუდმივად, რომ თქვა ძველი ხელისუფლების პირობებში ეს არ მოხერხდა და ქვეყანაში ყვა გაუცხოება, ეხლა თქვენ ამბობთ, რომ მაინც არ შეიმჩნევა ჯერ საკმარისი მცდელობა ხელისუფლებისგან. თქვენ თუ გაქვთ თვითონ რაღაც, არ ვიცი, პროექტი, შეთავაზება, იდეა, როგორ უნდა მოხდეს ეს რა გზებით შეიძლება ამის მინდა გითხრათ, 2003 წლიდან იმას ვაკეთებთ, რომ რეკომენდაციებს ვაგროვებთ, სამწუხაროდ წინა ხელისუფლება არ მოდიოდა თანამშრომლობაზე ჩვენთან, ანუ არ აქვს ჩვენ თავს როგორც ვთქვათ, თანასწორუფლებიან პარტნიორს, ესე ვთქვათ. ეხლა ამ ახალ ხელისუფლებასთან მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე სამინისტროსთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ესე ვთქვათ, გამოვდის თანამშრომლობა. დღეს ქუთაისში ვიყავი და უამრავ ადამიანს შეხვდა ქუთაისშიც პარლამენტის წევრებს და როგორც ჩანს, მონდომებულები არიან ისათვის, რომ გავაგრძელოთ ეს დავიწყოთ და გავაგრძელოთ თანამშრომლობა მომავალში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენთვის, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის და ხოთ 80 ადამიანი იქნება ეთნიკურ თემთა ლიდერები, ესე ვთქვათ, საქართველოს 13 რაიონიდან, ანუ თითქმის ყველა, ვინც არსებობს, ესე ვთქვათ. და აქ არის მნიშვნელოვანი გავიგოთ ერთი რამ. რაზე მოდის ხელისუფლება? მოდის სალაპარაკოდ, მოდის საქმის გასაკეთებლად, მოდის ვთქვათ სალაპარაკოდ და საქმის გასაკეთებლად, თუ არ მოდის საერთოდ. ჩვენ 2004-ში ქონდა თითქმის იგივე კონფერენცია, უფრო ნაკლები ხალხი იყო იქ. დაპატიჟეთ პრეზიდენტი, მაშინდელი პრეზიდენტი, დაპატიჟეთ მინისტრები, თუმცა არც ერთი ადამიანი არ მოსულა. და მაშინ ჩვენთვის ეს იყო უკვე მესიჯი, უკვე გასაგები იყო, რომ იგნორირებულია ეს გარკვეული იგნორი იქნება. იცი ახლა მრავალროვანი საქართველოს არის ესეთი ორგანიზაცია, რომელსაც არ ეშინია კრიტიკა. მაგრამ ჩვენ გვქონია, რომ კრიტიკა არის საკმაოდ ჯანსაღი პროცესი. და ამ შემთხვევაში ჩვენ როცა ვაკრიტიკებთ რომელიმე ხელისუფლების შტოს, ესე ვთქვათ, მერწმუნეთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან ბევრ ადამიანს. და არ მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს უნდა გითხრათ. ასე რომ კრიტიკისაც არ გვეშინია და იმის გამო რომ ვთქვათ რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელს არ უნდა თანამშრომლობა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ მაკრიტიკებთ მას, ჩვენ კრიტიკას რა თქმა უნდა არ შევაჩერებთ და გავაგრძელებთ. თუმცა ხვალინდელი დღე მინდა გითხრათ არის გარკვეული გამოცდა იმისათვის თუ არის თუ მისაღები, არის თუ არა მისაღები, ვთქვათ, ესეთი ფორმატი თანამშრომლობის. არის თუ მისაღები ის, რომ ვთქვათ, უმცირესობათა ორგანიზაციას, ანუ არა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც წარმოადგენს უმცირესობებს, მას შეუძლია აკრიტიკოს სახელმწიფო სტრუქტურები და ითანამშრომლოს იგივე დროს. მზად არის თუ არა მზად ხელისუფლება იმისათვის, რომ მოვიდეს და გითხრას, რომ ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ დავიწყოთ პარტნიორული თანაბარი პარტნიორული ურთიერთობები. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ თქვენ ჩაერთოთ იმ პროექტში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრების მშენებლობა ქვია. ეს ყველაფერი გამოჩნდება ხვალ, უბრალოდ რა თქმა უნდა, ერთი თვით მაგას ვერ გადავწყვეტ, თუმცა ხვალ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გავიგოთ ყველანი ერთად. შეიცვალა რამე თუ არა. მოდის თუ არა, მე ვიცი, რომ თქვენ აპირებთ სპეციალური მიმართვის გაგზავნას პრემიერ-მინისტრისთვის მის მოწვევას კონფერენციაზე. თუ გაუგზავნეთ და თუ არის უკვე პასუხი? გაუგზავნეთ, ერთხელ გავუგზავნე, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, პროტოკოლით ესია, თუმცა პასუხი არ ქონდა და გუშინ წინ უფრო სწორედ ისეთი საინტერესო შეთავაზება ქონდა ეთნიკური სათვისტომოს ლიდერების მხრიდან. თქვენს, ახლა თუ მარტო შენი სარაჭრისო, მოდი ჩვენ ერთად გავუგზავნოთ და უპრეცედენტო მინდა გითხრათ
და ბიჯია, როცა აი ესეთ დიდ თაბახის ფურცელზე ძალიან დიდი 18 ხელმოწერაა და 18-მა ეთნიკური საფისტომოს ლიდერმა მოაწერა ხელი და სთხოვა პრემიერს რათა მოგზავნდეს ხვალ და მოგვისმინოს და არ მხოლოდ მოგვისმინოს, რა თქმა უნდა, გაგვიზიაროს ის თუ როგორ უყურებს ამ პარტნიორობას მომავალში. დიდი იმედი მაქვს მართლა რომ მოვა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ისიც არის კარგი უკვე რომ რამოდენიმე მინისტრის დასტური მივიღეთ და ძალიან საინტერესო კამათი გვექნება ხვალ. ძალიან საინტერესო დისკუსია პროსტა. ძალიან დიდი მადლობა ანო სტეპანიანი, მრავალეროვანი საქართველოს თავმჯდომარე იყო მატრიცის სტუმარი, გადაცემა დასრულებულია ზუსტად 8-ზე თეაშველიძის ბიზნესის დრო პირდაპირ ეთერში. მე ხვალამდე გევიშտოვებით ნახვამდის.